სამსმენელს მადლობა რომ სეზონის გახსნაზე დამკვეთში. ბატოშავ, აი დავიწყოთ აქტიური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საკითხებით. უცვლელი რჩება ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. აი მიილიას ზაფხული, უკვე შემოდგომაც დაიწყო და პარლამენტმაც გახსნა საშემოდგომო სესია. გასული თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა როგორც ქართული ოცნების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ისე იგივე პროცესს აწარმოებდა ოპოზიციის ერთი ნაწილი. მოდით თავდაპირველად გითხარით, რა გაქვთ შედეგების სახით 12 რეკომენდაციიდან რა სრულდება და რა ვერ სრულდება დღის მდგომარეობით. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია, რომ და საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არ არის რაღაც ორი პარალელური პროცესი, არამედ არის ერთი პროცესი საპარლამენტო საქმიანობის, რომელიც გულისხმობს სამუშაო ჯგუფებში მუშაობას და იყო თითქოს მცდელობა, რომ ეს სამუშაო ჯგუფები დაიკნინებინათ რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, კომისიები და ასე შემდეგ ეძახდნენ სხვადასხვა ეპითეტებს. სინამდვილეში სამუშაო ჯგუფი არის სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მეტ ინკლუზიურობას კომიტეტის მუშაობასთან შედარებით. ვინაიდან კომიტეტში მუშაობენ პარლამენტის წევრები, ხოლო სამუშაო ჯგუფში შესაძლებელი არის გარე აქტორები, სამოქალაქო სექტორის პროფესიონალების ჩართვა. შედეგების სახით თუ აი ეს სამუშაო ჯგუფები 50 შეხვედრა ჩატარდა საერთო ჯამში ამ სამუშაო ჯგუფების. დღეს რა გვაქვს? ერთი ჩვენ გვაქვს უკვე ერთ-ერთ პუნქტზე მე-11-ია თუ არ ვცდები სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინების კუთხით უკვე შეთანხმებული მათ შორის ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან ინიცირებული პროექტი, რომელსაც პარლამენტი მალე მიიღებს, ეს ერთი შედეგი. მეორე, ომბუდსმენის არჩევასაც შეეხება, იცით რომ დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ პროცედურასთან დაკავშირებით ცვლილება რეგლამენტში, რომელიც უფრო გამჭვირვალეს, ინკლუზიურს და ფართო ჩართულობის შესაძლებლობის მქონე პროცედურას ქმნის. ესეც უკვე თითქმის ბოლოში გასული და შემდეგ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის თავად ომბუდსმენის შერჩევის პროცესი და სხვა ამ საკითხებთან დაკავშირებითაც ფაქტობრივად ყველგან არის პროგრესი და ჩვენ იცით ის განრიგი რაც პარლამენტმა დაადგინა კანონპროექტების ინიცირების და მიხედვით ზუსტად მივყვებით ამ განრიგს. აი თუ არის პუნქტები, სადაც პროცესი არც კი დაძრულა, მაგალითად რა ხდება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ასევე რამდენად შეიძლება დღეს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას ვუწოდოთ სვლა დეპოლარიზაციისკენ, იმიტომ რომ რეალურად აბსოლუტურად საწინააღმდეგოს და საპირისპიროს ხედავთ, ხო? დეპოლარიზაცია ჩვენ თავიდან ვთქვით, ეს არის პროცესი, მიღწეული უნდა იყოს თანამშრომლობის პროცესი. და სწორედ ამიტომაც იყო სამუშაო ჯგუფების ფორმატი, რომელიც იძლევა სწორედაც რომ შესაძლებლობას რომ თანამშრომლობით იქნეს მიღწეული რაღაც შედეგები. სხვა საკითხებსაც შეეხებოდა დეოლიგარქიზაცია ახსენეთ, აქაც იცით რომ ჩვენ ის გამოცდილება რაც სოფლიოში არსებობს, გახლავთ უკრაინული პრაქტიკა, მათ შორის ევროპულმა საბჭომ, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა დათქმებით უკრაინას, იცით რომ მათ არ აქვს სრული სტატუსი, პირობები აქვს შესასრულებელი. ერთ-ერთი პირობა არის სწორედ ამ კანონის ამოქმედება, უბრალოდ პრაქტიკაში განხორციელება, ანუ ევროპული საბჭოს მხრიდან მოწონებული კანონი არის, ამიტომ ჩვენ ეს კანონი ქართულადაც ვთარგმნეთ, გვქონდა განხილვა სამუშაო ჯგუფს თუ როგორ შეიძლება ეს დაინერგოს. ამიტომ ნახოთ ამას სამუშაო ჯგუფი განიხილავს. გარდა ამისა, რომ დავაანონსოთ, აი განრიგიდან გამომდინარე, რომელიც პარლამენტს აქვს, 21 სექტემბერი არის ვადა, როდესაც უნდა მოხდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით ცვლილებების ინიცირება და ასევე 21 სექტემბერი არის ვადა, როდესაც უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიცირება. სხვა შორის საარჩევნო კოდექსში ძალიან წინ არის წასული საქმე და ფაქტობრივად ყველა საკითხთან დაკავშირებით. აი დეპოლარიზაციის საკითხს მინდა ისევ დაუბრუნდეთ, რა ეშველება, ესე ვთქვათ, ამ პუნქტს. დღეს მდგომარეობით ჩანს და ალბათ პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ ვერ სრულდება ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის დაძლევა, რომელიც ასევე ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია. აქვე გკითხავთ, ბარემ, არის თუ არა მიზეზი ის, რომ აი ქართულმა ოცნებამ, ვთქვათ, რეკომენდაციების მიღებისთანავე რაღაცა წინაპირობებით დაიწყო ოპოზიციასთან საუბარი, გულისხმობ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა, რომ დეოლიგარქიზაცია ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომ სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, რომ არა ამ ტიპის განცხადებები და ეგრეთ ერთგვარი წითელი ხაზები, რომელიც გაევლო ქართული ოცნების მხრიდან, ის ხდებოდით თუ არა დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციასთან? ვერ დაგეთმო პირიქით, საკვეც იმაში არის, რომ პირიქით აქეთ საყვედურებდნენ, რომ ჩვენ პირობებს არ ვამბობდით. ანუ მაგალითად თუ გახსოვთ, როდესაც სამუშაო ჯგუფებზე საუბრობდით და როდესაც ეს გეგმა პარლამენტმა შეადგინა, მაშინ თავი პრეტენზია იყო, რომ ქართული ოცნება არ ამბობს რას აპირებს სასამართლო რეფორმის კუთხით, ამ შინაარსს რო არ ვამბობდით, ან სხვა რაღაცთან დაკავშირებით შინაარსს რო არ ვამბობდით. ჩვენ პირიქით ეს მიდგომა გვქონდა და გვაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი არის
ღია, განვიხილოთ ყველა საკითხი, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოდგენები, პოზიციები გვაქვს და ამ პოზიციების განხილვა უნდა მოხდეს. რაც შეეხება დეპოლარიზაციას და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ამას წინათაც თქვი მე რომ ჩვენ სინამდვილეში პრობლემა დეპოლარიზაციის კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციის პრობლემა, რასაც მივყავართ შემდეგ აი ამ გამძაფრებულ პოლარიზაციას. პოლარიზაცია მოვლენა არის მთლიან სამყაროში, ვაკვირდებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოღალატეებს ეძახიან რამის ერთმანეთს წამყვანი პოლიტიკოსები. პოლარიზაცია ზოგადად ბევრი ფაქტორის გამო არის გამოწვევა დღევანდელ სამყაროს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ჩვენთან რაც არის სინამდვილეში პრობლემა, ეს არის რადიკალური დღის წესრიგი ოპოზიციის. და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და ეს დაგვანახა დღევანდელმა დღეს იყო მაგალითი, ეს იყო ფაქტობრივად ვიზუალიზაცია იმ პრობლემის, რომელიც ქართული პოლიტიკის ამ ნაწილს რადიკალურ ოპოზიციას. აი სამშაბათმა რა დაგვანახა, გაიხსნა სამშაბათს საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა, ხო? დეპუტატებმა ისარგებლეს სიტყვით გამოსვლით, მათ შორის ისარგებლა პირველი განცხადება გააკეთა სწორედ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და აქცენტი დასვა ერთგვარად რა ვიცი, გამოსვლის უდიდესი ნაწილი დაუთმო მოკლედ კვარაცხელიას მიერ გატანილ გოლს და ოპონენტების კრიტიკას ამ თვალსაზრისით. იყო ეს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული დებატი და მათ შორის აი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რამდენად მოგეწონათ აქცენტები, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დასვა. უბრალოდ ყოველთვის ეს იყო პირველი სხდომა და რა თქმა უნდა დაგროვილი თემები არის და ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყო გამოსვლები. კამათი დებატი მწვავე, კამათიც ესე არ არის მთავარი გამოწვევა მე ვიცით მამი და პრობლემა ჩვენთან არის ის რომ როდესაც გადაწყვეტილებამდე მიდის საქმე, აი იქ გვაქვს სწორედ რადიკალური დღის წესრიგის გამოჩენა, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაცნაირად თითქოს ცუდ ვიზუალს ქმნის საქართველოსთან დაკავშირებით. აი დღევანდელი მაგალითი რატომ მოვიყვანე რეგლამენტის ცვლილება ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით. ჩვენ როდესაც ამ წესთან დაკავშირებით ქონდა ქართულ ოცნებას, ფრაქციას, სხვა ფრაქციებთან კონსულტაცია, იქიცით რომ ზოგადად 8 პოლიტიკური ჯგუფიდან ქართული ოცნების ჩათვლით 5 იღებს მონაწილეობას ამ სამუშაო ჯგუფებში, 3 ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი, ეს 3 ასე ვთქვათ პარტია, რომელიც საერთო ჯამში ერთი მთლიანი არის, ვატყობ ჩვენო ყველა გადაწყვეტილება არის ერთგვაროვანი, შეთანხმებული და ერთნაირად მოქმედებენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ჩვენ გუშინ განხილვა როცა იყო პირველი მოსმენით, ნაწილობრივ მხარიც კი დაუჭირეს ამ ცვლილებებს და დღეს ნახეთ მთლიანი შემოტრიალება და ასე ვთქვათ ის რომ და მქონდა მათ შორის მეც მქონდა დღეს გამოსვლა ისე რომ არანაირი ამე საკითხიც კი არ აქვს რომელზეც შეიძლება პრობლემა იყოს ამასთან დაკავშირებით მაგრამ იმისთვის რომ ხმა არ მიეცა მთელი რიგი პრეტენზია ხმა რომ არ მიეცა ხმა რომ არ მიეცა ანუ თავარი პრობლემა რაც არის რომ მათ არ უნდათ აჩვენონ ვიზუალი რომ მოხდა შეთანხმებით გადაწყვეტილების მიღება. და ეს არ არის ახალი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს სწორედ ამისი კარგი ჩვენება. ხო არ არის, იმიტომ რომ აი გუშინ ახლა ოპოზიციამ ხარ დაუჭირა მაყურებლებისთვის განმარტოთ ამ ესე ვთქვათ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით, დღეს უკვე აღარ და რა მიიღო ამ ესე ვთქვათ ცვლილებების პროექტმა მხარდაჭერა, რა შეიცვალა? ოპოზიცია ამბობს, რომ დაპირდით იმას, რომ გაითვალისწინებდით მეორე მოსმენისად მათ შენიშვნებს და ეს შენიშვნები არათუ გათვალისწინებული იქნა, არამედ აი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ გაუარესებული პროექტი წარმოადგენს. ხო, ნუ ეს ძალიან სამწუხარო განცხადება არის, რაც მე მოვისმინე, რაც აბსოლუტურად დაცლილია სიმართლისგან, და აბსოლუტურად манипуляციური არის უპირველეს ყოვლისა. აბსოლუტურად ყველა შენიშვნა, რაც იყო შინაარსთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან, გათვალისწინებული იყო. თან შენიშვნები რა შეეხებოდა, ხა ეს თუ თქვა, რომ ვიცით რომ არის რეგლამენტში ცვლილება და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით რაღაც საკითხები ტექნიკური უნდა მოწესრიგდეს. შენიშვნა იყო რომ მოდით ის რაც უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში და ამ ბრძანების პროექტის ნანახი ქონდა ყველას. აი ეს რაღაც საკითხები მნიშვნელოვანი რაც არის, გადმოვიტანოთ რეგლამენტში. კი ბატონო, უთხარით, გადმოვიტანეთ რეგლამენტში. მიუხედავად ამისა, სტრატეგია აღმაშენებელი, რომელიც ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადებაც კი გააკეთეს მათ, რომ მათ აქვს შენიშვნები და ამ შენიშვნებს თუ გაითვალისწინებენ, მხარს დაუჭერენ, გავითვალისწინეთ ეს შენიშვნები. და დღეს სტრატეგია აღმაშენების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთოდ კითხვის ნიშანი აქვს მას, სჭირდება თუ არა პროცედურები უფრო გამჭვირვალე ამ საკითხს და ძველი პროცედურები დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მეორე მოსმენით წარმოადგენილი ცვლილებებით პოლიტიკურ ჯგუფებს ერთმანეთის კანდიდატის ხარდაჭერის უფლება ერთმევა. არის თუ არა ეს ასე? არ არის ასე, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ საკითხი არის მარტივად და კიდევ ხილახლა რო ვთქვათ. ესე იგი,
ჩვენ საუბრობთ თავიდანვე რას, რომ ომბუდსმენთან დაკავშირებით გვაქვს კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც არც ერთ პარტიას პარლამენტში არ აქვს, მათ შორის ჩვენ არ გვაქვს. ამავე დროს ვერც ერთი პარტია ურთიერთ შეთანხმებით ჩვენს გარეშე ომბუდსმენს ვერ აერჩევს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმდენი ხმა, რომ ჩვენს გარეშე 90 ხმა ვერ მოგროვდება. ესეც ფაქტია. შესაბამისად მნიშვნელოვანი არის, ის შეიჩეს ისეთი პირი ჩვენ რასაც ვამბობთ, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები როგორც ოპოზიციისთვის, ისე ჩვენთვის. და სამწუხარო, მათ შორის ლელოს წარმოდგენაც არის შემდეგი და მათ შორის დავით უსუფაშვილმა თავის განცხადებაში ეს კარგად აჩვენა კიდევაც, რომ მათი წარმოდგენაა, რომ ეს უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც მათ მოსწონს და ამას უნდა დაეთანხმოს ქართული ოცნება, უნდა დაიყოლიონ ქართული ოცნება მათ მოსაწონ კანდიდატზე. რაც არის არათუ მხოლოდ აბსურდი არის პრაქტიკიდან გამომდინარე. ეს არადემოკრატიულიც არის, რომ 2%-იანი პარტია უნდა მოიწონოს ესე კანდიდატი და დაითანხმოს მილიონი ამორჩევლის პარტია რომელსაც უკანონოს მილიონი. სამი ძირითადი კითხვა აქვთ ოპოზიციაში და მოდით ერთდროულად დაგისვავთ სამივეს და მოისმინოს მაყურებელმა თქვენი პასუხები. ისინი ამბობენ, რომ თუ კარგია სახალხო დამცველის არჩევის მიერ თქვენს არჩევასთან დაკავშირებით თქვენს მიერ ახლა შეთავაზებული წესი, მაშინ რატომ ერთჯერადად? ასევე ისინი სვამენ კითხვას, რატომ უნდა დარეგულირდეს სახალხო დამცველის არჩევის წესი და პროცედურა თქვენი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, როცა არსებობს რეგლამენტი და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც მათ აწუხებთ, რატომ 7 კანდიდატი? კი ბატონო, შეიძლება ის რასაც ოპოზიცია მხარს უჭერს, ერთი კანდიდატი იყოს ცოტა და აქ მართლაც გქონდეს ხელისუფლებას შეფასების გაკეთების საფუძველი, რომ ოპოზიცია ცდილობს ქართული ოცნება გვირაბში მოიმწყდიოს, როგორც დღეს გაკეთდა უმრავლესობაში განცხადებები, მაგრამ აი 7 რატომ? თუ კი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 2 კანდიდატის წარდგენაა საჭირო, აი 7 საიდან მოვიდა იქ? კი ბატონო. ანუ რაც შეეხება ახლა პირველი საკითხი გამოვიწყდა, პირველი საკითხად შეეხება, რომელიც შეეხება და ხო ერთჯერადი ნახოთ ხო ხედავთ ახლა ეს რომ მუდმივი წესი ყოფილიყო, აქ კიდევ უფრო მეტი კამათი იქნებოდა, ხო? თავარია ახლა ნახოთ ეს პრაქტიკაც და ამასაც მე შემდეგ წინააღმდეგას თუ კი ეს წესი საბოლოო ჯამში მოწონებული იქნება და იმუშავებს, შეიძლება ეს მუდმივი წესადაც ჩამოყალიბდეს ახლა ანუ ესეც არ არის პრობლემა საერთო ჯამში, თუმცა ერთჯერადობას აქაც აქვს განსაკუთრებულობა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იცით რომ ქართული ოცნება განაცხადა, რომ ის თავად არ დაასახელებს კანდიდატს, რაც არის გამონაკლისი სიტუაცია პრინციპში, იმის გამო რომ ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდოდა რომ კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი გახსნილობა რომ არანაირი ინტერესი გადაჭარბებული ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს გარდა იმისა რომ გვინდა იყოს გამართული ომბუდსმენის ინსტიტუტი. თქვენმა ბრძანებამ რატომ უნდა და მეორე რაც შეეხება ბრძანებას ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი ტექნიკური საკითხი არის ყველაფერი რეგლამენტში ვერ ჩაიწერება არის საკითხები რომელიც ორგანიზაციული უნდა ჩაიწეროს ბრძანებაში და რაც თავარია ამ ბრძანების პროექტი ნანახიცავე დღეს ზეპირათაც მე რომ გამოვედი კიდევ ერთხელ ვუთხარ არ არსებობს იქ არც ერთი საკითხი, სადაც რაიმე შეიძლება საფრთხეც კი არსებობდეს, რომ ისეთი პუნქტი ეწეროს, რომელიც ამენაირად რეგლამენტის ტექსტს შეცვლის, ხომ? ანუ ესეც გამოგონილია, იმიტომ ეს პროექტი ნანახია ვთქვათ და იციან რაზეც არის საუბარი, ბრძანებაში საუბარი არის იმაზე, რომ მაგალითად უნდა გამოქვეყნდეს ვებგვერდზე განცხადებაში კანდიდატი ვისაც შემოაქვს, რა დოკუმენტები უნდა დაურთოს, ეს წერია ის წერია რომ ქულებით უნდა შეფასდეს და აბსოლუტურად ტექნიკური საკითხები არის. 7-იანი საიდან მოვიდა? რაც შეეხება 7-ს, ხომ? ერთი თქვენც თქვით და თანხმდებით რომ მნიშვნელოვანია რომ არჩევანი იყოს ფართო ზოგადად. მეორე არის რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ გქონდეს დიდი არჩევანი რომ კიდევ ერთხელ ეს უნდა იყოს თანაბრად მოსაწონი და მისაღები როგორც ოპოზიციის ისე ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ ოპოზიციამ ჩიხში კი არ უნდა მოგვაწყვიოს და თქვას ეს ერთი კანდიდატი არის და თუ არ დაუჭერთ, ესე იგი თქვენ არ ხართ მომხრე, უნდა იყოს შესაძლებლობა არჩევის და რაც თავარია, არის რისკი, რომ კვლავ მოხდეს, ასე ვთქვათ, ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების, ასე ვთქვათ, აღიწყოთ ბულინგის შეიძლება ამას ვერ დავარქვათ, მაგრამ იძულება, დაყოლიება, რომ რაღაცა ფრონტი შეიქმნას და აი ერთი კანდიდატი გვირაბში მომწდება, სწორედ ეს უწოდე მე, როდესაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, აი ეს ერთი კანდიდატია, დაუჭერ ხარს ან არ დაუჭერ ხარს. მნიშვნელოვანია ეს არჩევანი იყოს, 7-იც არის სწორედ იქიდან გამომდინარე, ჩვენ ესე იგი უმრავლესობის ფრაქციის გარდა არის 5 პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვთ უფლება რომ დაასახელონ და თავისთავად ყველას უნდა ქონდეს დამოუკიდებლად უფლება რომ დაასახელოს, მათ შეუძლია გაერთიანდნენ ერთადაც რამდენიმე კანდიდატს და ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ ყველას უნდა ქონდეს უფლება რომ დაასახელოს, ვერ ჩამოვართოთ ჩვენ ამ უფლებას და გარდა ამისა ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი დეპუტატები
15-ია თუ არ ვცდები და 7 დეპუტატს შეუძლია გაერთიანებულად დაასახელოს, ამიტომ მათაც რო ქონდეთ შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში 7-ზე არის მინიმუმ 7-ზე. შეუძლიათ 10-იც დაასახელონ და 17-იც. ნაკლები არა, იმიტომ რომ არჩევანი იყოს ფართო. და სხვა ჩვენს ესეც პრინციპია ერთ-ერთი პარიზის, რომელიც ამბობს, რომ უნდა არჩევანი იყოს არჩევა. მე ბევრ ადამიანს უნდა ქონდეს შესაძლებლობა მიიღოს კონკურსში, რაც მათ შორის ბოლო წესით, როგორცაც შეირჩა თავის დროზე ომბუდსმენი, დაცული არ იყო. დღეს მე კიდევ ერთხელ შევახსენე ოპონენტებს და კანდიდატებს. ბოლოს როგორ ავირჩიეთ ომბუდსმენი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ასე უბრალოდ შეიკრიბა ყველანაირი კრიტერიუმის გარეშე რაღაც ორგანიზაციები, რომლებიც ერთმანეთთან აქვთ, არ ვიცი, მჭიდრო ურთიერთობა, მათ ვიღაც დაასახელეს ისე, არც კონკურსი ქონიათ, არც გასაუბრება ქონიათ, არც საჯაროობა ქონიათ და შემდეგ ამ ერთი კანდიდატზე შევაჯამოთ ეს თემა ჯამში თქვენი ოპონენტები აი ასე ხედავენ ამ პროცესს. კომისია ომბუდსმენის კანდიდატებს შეარჩევს, შემდეგ ფრიდონ ინჯია ვინმეს დაასახელებს, ოცნება კანდიდატს მხარს დაუჭერს და ყველა იქნება მხიარული. აი შეგიძლიათ თუ არა საზოგადოებას მისცეთ პირობა, რომ უზრუნველყოფთ ისეთი სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც არ იქნება ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილი და რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის არცეთ ფაქტზე თვალს არ დახუჭავს. თავისთავად ეს იქნება შემდეგ იმ სახალხო დამცველის პასუხისმგებლობა, რომ მან თავისი ვადა, რომელსაც მას ექნება, სწორედ ამ პასუხისმგებლობით განვლოს, ამაზე პასუხისმგებლობა თავისთავად პარლამენტმა უნდა აიღოს, როდესაც მას აირჩევს, მაგრამ ჩვენ ვთქვით კიდევაც და მათ შორის პირად საუბრებშიც მე ყველა დეპუტატს ოპოზიციიდან, ვინც ამ საკითხებით არის დაინტერესებული და სხვა შორის პირად საუბრებში ყველაფერზე ვთანხმდებით. ის რაც ეს საჯაროდ ხდება, მათ შორის ეს განცხადები და კითხვის ნიშნები და თითქოს რაღაცებს არ ეთანხმებიან. სინამდვილეში სხვანაირად არის. მაგრამ რაზე ჩვენ ვსაუბრობთ არის ის, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ ამის ერთი, რომ იქნება გამჭვირვალე პროცესი, მოქალაქეებს, ადამიანებს, ვისაც აქვთ ინტერესი, რომ განაცხადი შემოიტანონ, ყველას მიეცემა ამის შესაძლებლობა, იქნება პროფესიული შეფასება პირველად ჯგუფის შემდეგ და შემდეგ იქნება ამ ყველაფრიდან შერჩევა და კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი ამოცანა ეს იყოს თანაბრად მისაღები და არა ერთმა ჯგუფმა დაიყოლიოს მეორე ჯგუფი. კარგი, ბატონშალვა, გავყვეთ მოდით საშემოდგომო სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. პირველივე სხდომაზე დაძლია საკანონმდებლო ორგანომ მოსმენების საკითხზე პრეზიდენტის ვეტო. რეალურად ახლა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა არავის კრიტიკა, არც ოპონენტების, არც არასამთავრობო სექტორის, არც უცხოელების, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირებაც მოხდა. ეს ფაქტია რეალურად. შესაბამისად, აი ახლა ვიღებთ ამ ყველაფრის შესაბამის შეფასებებს, ანუ მთელი დღე უკვე ვისმენთ კრიტიკულ გზავნილებს, ერთი მხრივ თბილისიდან და მეორე მხრივ უცხოეთიდან. თუმცა თავი რომ დავანებოთ თქვათ ქართველების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მხოლოდ უცხოელებზე ვისაუბროთ, მაგალითად შეერთებული შტატების საელჩო მიიჩნევს, რომ მოსმენების კანონის მიღება საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოების. აი როცა ისედაც დაძაბული ფონია შექმნილი საქართველოს ხელისუფლებასა და პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. რა მესიჯი გაუგზავნეთ ამით უცხოელ მეგობრებს ეს გითხარით? ხო, ეხლა კვლავ ისე მესიჯი და რაღაც აღქმებს უბრუნდებით და ვიზუალს, მაგრამ აი მეც ვექნებოდა თქვენთან კითხვა, ეხლა ეს სამხელა თემა 6 თვე არის უკვე სხვადასხვა მხრივ განხილვაში, მათ შორის კეთდება განცხადებები. აი თქვენ ცნობიერებაში რა დაილექა შენიშვნების კუთხით? აი რა არის მთავარი შენიშვნა, რა უნდა შეიცვალოს? ან რა არის შენიშვნა, რაც დაილექა თქვენ ცნობიერებაში, რა პრობლემა და ხარვეზია ამ კანონს? აი მე მაგალითად ვენეციის კომისიის მოსაზრება მოხდება თვალში, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ნაჩქარევი და აკლია დასაბუთება. ნუ ხედავთ, უყურეთ, აი ხარვეზი პასუხები არის კითხვაზე რატომ? საუბრობთ კანონზე, რატომ იზრდება პირთაწრები, ვისაც უნდა მოусმინონ და ასე შემდეგ და ასე. უყურეთ, კანონი ხო არის რაღაც კონკრეტული საკითხები, ხომ და თქვენც ეხლა თქვით, აი რაც დაილექა თქვენ ცნობიერებაში, ეს არის რომ თითქოს ნაჩქარევი, რაც არ არის სწორი, 6 თვე არის, აი დღეს მდგომარეობით 6 თვე გავიდა ამ კანონის პროექტის ინიცირებიდან, განხილვებიდან. დღეს ანრი ოხანაშვილმა ამასთან დაკავშირებით ისაუბრა კიდე რამდენჯერ გადაიდო ეს პროექტი, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების თხოვნით, რომ დრო მოგვეცით, რომ შენიშვნები წარმოადგინოთ, ეს გადავა და შენიშვნები ვერ წარმოადგინა ვერავინ, ვერანაირ. ნული შენიშვნა არის შინაარსი. აი ხო მარტივი საკითხებია. ვიკითხეთ რომელ მათ შორის საელჩოს განცხადებაში არის თითქოს ეს ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. სიტყვით ეს წერია. მარტივი კითხვა არის, რომელ ევროპულ სტანდარტს ეწინააღმდეგება ეს კანონი. იცით ამას პასუხი რა არის? ნული. არანაირი პასუხი ამასთან დაკავშირებით არ არის, ვინაიდან არც ერთ სტანდარტს არ ეწინააღმდეგება. ასევე საუბარია იმაზე, რომ არ ვიცი რა სხვადასხვა ყველა საკითხი რაც არის.
და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება თუ არა, ასე შემდეგ ყველაფერთან დაკავშირებით შინაარსზე როგორც კი მივდივართ, იქ პასუხი არის, რომ არ ვიცით, მაგრამ იქნებ მეტი გეფიქრათ. ეხლა ეს მოქალაქეებზე კონტროლი იზრდება სახელმწიფოს მხრიდან და სწორედ ამაში ხედავენ ისინი საკითხს, ეს ამურად ლეგიტიმური ეჭვი და ხო, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასამართლიანი და არასამართლიანი განცხადება არის თავისი შინაარსით. ვინაიდან ჩვენ უპირველეს ყოვლისა პასაჟი თითქოს პარლამენტი საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული დემოკრატიული ინსტიტუტი გამიზნულად მოქალაქეების კონტროლს აიოლებს. რა გითხრათ, ეს არის უბრალოდ არათუ სიმართლე არ არის, ეს არის დაბრალება ისეთი რამის, რომლის უკანაც საერთოდ არაფერი არ დგას. საუბარი გვაქვს ჩვენ იმაზე, რომ სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში პოტენციური დამნაშავეებზე მოხდეს ფარული მიყურადება და ამ პოტენციური დამნაშავეების ან ეჭვდანილების გათანაბრება საქართველოს მოქალაქეებთან, ეს მგონია არასწორი და მე ძალიან მიკვირს რაღაცნაირად აღმოჩნდა ეს პასაჟი საერთოდ და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თუნდაც არ ეთანხმებოდეთ პარტნიორების პოზიციას. და კი ბატონო, ფიქრობდეთ, რომ აი ვერ მიიღეთ სამართლებრივი არგუმენტები, რომ ამ კანონპროექტის მიღება შეგეჩერებინათ. აი თუნდაც იმ პროცესის გათვალისწინებით, რაც ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით ახლა მიმდინარეობს და აი იმის გამო, რომ ამ პროცესს საფრთხე არ შექმნოდა, თუნდაც იმის გამო, რომ აი უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობაში არ გაჩენილიყო კიდევ ერთი საკითხი, რაც დისკუსიის თემა გახდებოდა. აი რატომ არ შეიძლებოდა თუნდაც მხოლოდ რამდენიმე თვით ამ კანონპროექტის მიღების გადადება და ვთქვათ, მას შემდეგ დაბრუნება, რაც იგივე კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებს არ იღებს მეგობრობით. ეს პრობლემა. საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებს არ იღებს მეგობრობით. საქართველოს პარლამენტს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე მეგობრობით და ანგარიშგაწევით კანონების მიღება არ მიღების საკითხი. კონკრეტულად ეს საკითხი შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და შეეხება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მეტი საფრთხის წინაშე ვერ დავაკავებთ და საფრთხეს ვერ გავზდით ან პირიქითაც საფრთხის შემცირებაზე უარს ვერ ვიტყვით, მხოლოდ მეგობრობით და ანგარიშის გაწევით. კანონის მიღების დროს არის ორი გარემოება. ერთი, ეს არის მიზანშეწონილობა, ანუ სამართლებრივი პოლიტიკა, ჩვენ რა გვინდა გქონდეს თუნდაც სისხლის სამართლის პროცესში მიზანშეწონილობა და მეორე გახლავთ მისი ასე ვთქვათ სამართლებრივი დასაბუთებულობა, რამდენად ეწინააღმდეგება ის სამართლებრივად რომელიმე უფლებას იჭრება თუ არა ზედმეტად რომელიმე უფლებაში და ასე შემდეგ. ვენეციის კომისია, ვინაიდან ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ და მათ შორის როცა პარტნიორებზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ ჩევებს სამართლებრივად რაიმე ხომ არ ხდება ისეთი, რომელიც ზედმეტად რომელიმე უფლებას ლახავს, ეწინააღმდეგება რომელიმე მიღებულ სამართლებრივ სტანდარტს. ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჩემი პირადად მოლოდინი, როდესაც ვიღებთ რჩევა რეკომენდაციებს ჩვენი პარტნიორებისგან, რაც შეეხება მიზანშეწონილობას, ეს არის პოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც წარმოადგენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ზოგადად პარტნიორთა ურთიერთობებშიც საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომ განსაზღვროს პოლიტიკა ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით, როგორ იყოს ან თუნდაც საგამოძიებო მიმართულებით, როგორ იყოს თუნდაც ფარული მიყურადების კუთხით საქართველოს პოლიტიკა. პოლიტიკასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს არც ვენეციის კომისია გასცემს და რა თქმა უნდა არც სხვა პირი, ვინაიდან ეს არის მიზანშეწონილობის საკითხი, რომელსაც წყვეტს ხალხი ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩეული პარლამენტის მეშვეობით, რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტს, აქ ჩვენ ვალდებულებაც გვაქვს საერთაშორისო, ვინაიდან ვართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი სამართლებრივი სტანდარტი იყოს ამასთან შესაბამისი. ამიტომ რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ რჩევას, რეკომენდაციასაც ვიღებთ და ვალდებულიც კი ვართ, რომ გავითვალისწინოთ სტანდარტთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკას და მიზანშეწონილობას, ეს გახლავს სწორედ საპარლამენტო სუვერენიტეტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პარლამენტი არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ლეგიტიმური არის მოსახლეობის მხრიდან, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ პარლამენტი გადაწყვეტილებას მეგობრობით შევაჯამოთ. აი თქვენ ამბობთ, რომ იგივე ვენეციის კომისიას და თუნდაც სხვა, ესე ვთქვათ, ორგანიზაციის თუ საელჩოს მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს აკლდა დასაბუთება, თუმცა თავად ქართული ოცნების და ხელისუფლების პოზიცია რამდენად დასაბუთებული და ესე ვთქვათ, მყარი არგუმენტებით სავსეა, რომ აი აუცილებელი იყო მაინდა-მაინც ახლა მიღება ამ კანონის. აი რითი, რატომ იყო ხო, აი რატომ ასე
თუნდაც 6 თვეში მოკლედ აი ამ კანონპროექტის მიღება ეს რითია ეს განპირობებული ყველა კანონს აქვს დასაბუთება მოსმენების წრის გაფართოება ახლა ხანს მივიღეთ თქვა ცვლილებები არის ყოველთვის სხვა ცვლილებებია ხოლმე რაც შეეხება მაგალითად ჯარიმებს საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით სწორედ პოლიტიკიდან გამომდინარე სადაც საჭირო არის თქვა რაღაცის გამკაცრება ან ასე შემდეგ ყველაფერს აქვს თავის დასაბუთება ამ კონკრეტულ საკითხზე თავის დროზე როდესაც მოხდა ინიციირება იყო კომიტეტის რამდენიმე ხდომა სამუშაო ჯგუფის ხდომა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ყველა იმ ორგანოების ჩართულობით რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ასეთი ინსტრუმენტის ქონა და ახლა ბოლოსაც, როდესაც ვეტოს დაძლევაზე იყო კომიტეტის ხდომა, ყველა შესაბამის სტრუქტურა იყო იქ წარმოდგენილი, ყველა მისაუბრა რა მნიშვნელობა აქვს ამას მათთვის, მეც პირადად სხვათა შორის რეგიონში, როდესაც მქონდა ვიზიტი, მქონდა საზაზღვრო პოლიციასთან შეხვედრა, იქ საზღვარზე გახდი და მათ თავის დროზე მადლობაც კი გადამიხადეს, ვინაიდან პრობლემები არის მაგალითად საზღვრის კვეთესთან დაკავშირებით, როდესაც არის გამოძიებები, რომ იქ სწორედ ეს ინსტრუმენტი გქონდეთ. ამიტომ ეს საჭიროება, ხო, რა თავისთავად უყურეთ დღესდღეობით ხო ეს თანამედროვე ტექნოლოგიები და მათ შორის ფარული მიყურადების კუთხე და თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას ერთის მხრივ აძლევს დამნაშავეების შესაძლებლობას რომ უფრო კრეატიული იყვნენ დანაშაულის ჩადრიდეს, მაგრამ ამავე დროს ეს აძლევს ხელში სახელმწიფოს და ხალხს ინსტრუმენტს რომ უფრო ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს და ჩვენ ახლა თუ ამის თქმა უნდა ვინმესო ჩვენ უნდა უარი ვთქვათ რომ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება დავიცვათ, სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი და პოლიტიკას სწორედ საქართველოს პარლამენტი მიზანშეწონილობის საკითხი არის სრულად საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია. კარგი პარლამენტის ესე ვთქვათ სამუშაო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები რომ ამოვწუროთ, დარჩა კიდევ ერთი ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ წარმოებულ სამუშაო პროცესზე მინდა ახლა გკითხოთ. ისინი ასრულებენ მუშაობას და როგორც ამბობენ უკვე 20 სექტემბრიდან მაგიდაზე დადებენ კონკრეტულ კანონპროექტებს. რას უპირებთ ამ კანონპროექტებს და რა ხედვა გაქვთ იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებზეც მათ იმუშავეს, მით უფრო რომ თვითონ ოპოზიციის ამ ნაწილში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების 2-3 ინიციატივას მხარი დაუჭირა. ხო, არ გამორიცხავენ, მაგრამ დღეს ქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ხარი დაეჭირათ ამ პროექტისთვის, პირად საუბრებში ადასტურებენ ასე ვთქვათ, ამ პროცედურის მხარდაჭერას, თუმცა, როდესაც საქმეზე მიდგება და ღილაკის დაჭერაზე საუბარი, როგორც ჩანს, თავს იკავებენ, იმიტომ რომ ეს დესტრუქციული დღის წესრიგი უნდა შეინარჩუნონ და სწორედ ცუდი ვიზუალი შექმნან საქართველოსთვის. რაც შეეხება პროცესს, ერთი რომ სამწუხაროა რომ ამ იცით რომ 8 ჯგუფიდან 5 იყო ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, 3-ს ჰქონდა საკუთარი პარტიული სამუშაო პროცესი. ნახოთ, ჯერჯერობით მათ არაფერი არ წარმოუდგენიათ. პარლამენტი თავის გრაფიკის მიხედვით ინიციირებებს აკეთებს, ისინიც ჩვეულებრივად თითო ერთ დეპუტატსაც შეუძლია საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოადგინოს პროექტი და მოხდება მისი განხილვა კომიტეტებში. ცალკე უკანონო პროექტს მხარი დაუჭიროთ, თუ კი თქვათ ის მისაღები იქნება. გამომდინარე პროცესიდან, უყურეთ, ჩვენ გქონდა უფრო ჩართული, უფრო ინკლუზიური, უფრო გამჭვირვალე და უფრო სერიოზული პროცესი და საპარლამენტო პროცესი რაც თავარია. თავისთავად ეხლა როდესაც ამ პროექტების და რომელსაც დაინიციებს კომიტეტი, თავისთავად ამას კიდე სხვა დატვირთვა და ასე ვთქვათ მეტი სიძლიერე აქვს თავისთავად. თუმცა განხილვები არის ღია, ყველა დეპუტატს მიუხედავად იმისა ჩართული იყო თუ არა, იქნება კომიტეტებში პროექტების განხილვის დროს საკუთარი იდეების დაფიქსირების შესაძლებლობა, წინადადებები და ამ კუთხით ჩვენ არათუ ღია ვართ. ამ კუთხით ვართ საკმაოდ მყარად ნახავს ჩვენი მოსახლეობაც რომ და უკვე ნახა ხომ იყო პროექტი წარმოდგენილი სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებით ნული კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არის პროექტი რომელიც მეორე მოსმენი დღეს მივიღეთ რეგლამენტში ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით ნული შინაარსობრივი კრიტიკა გვესვის გავსი კრიტიკა რაზეც მოსმენების კანონთან ამბობდნენ რომ მეტი გვეფიქრა 5 დღე ხო არ ვიცი 2 დღეში 5 დღეში ასაც მოიფიქრებენ 2 დღეში როგორ ვერ მოიფიქრეს ეს შინაარსობრივი კრიტიკა არის ნული და ყველა ნახავს რომ მათ შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება პარლამენტს კომიტეტებს ექნება საკმაოდ არგუმენტირებული და მყარი პოზიციები რაც შეეხება სხვა შესაძლო იდეებს, კანონპროექტებს, თავისთავად ესეც საპარლამენტო განხილვის საკითხი იქნება და ნახოთ, წარმოადგინონ მან და მათ და საკუთარი არგუმენტები საკუთარ პროექტებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ. საერთო ჯამში ამის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ ხანდახან საჯაროდ გაჟღერებული პოზიციები განსხვავდება ხოლმე პირად საუბრებში ან არასაჯაროდ გაჟღერებულ პოზიციებთან შორის. ბევრ საკითხზე არის თანხმობა. ერთადერთი ხალხი რაც ჭირდება ოპოზიციას და ნაწილს მათ ოპოზიციის, რომელიც შეიძლება, რომელსაც არ აქვს შეიძლება ის
თავის შინაგანად ის დესტრუქციული დღის წესრიგის აყოლის სურვილი რომ დააზიანოს ქვეყანა, მათ ჭირდებათ გამბედაობა, რომ მიაჩიონ ღილაკი არა იმით თუ როგორი ინსტრუქცია მოსდის საკუთარი პარტიიდან, არამედ მიაჩიონ ღილაკი იმ შინაგანი წმენით, რომელიც მათ აქვთ და ქონდათ მათ შორის დღევანდელ პროექტთან. რომელ პარტიებს გულისხმობთ? და რომელ წარმომადგენლებს? რომელი პარტიის რომელ წარმომადგენლებს უცხოეთს გამბედაობა? ცალკეულ დეპუტატებს, რომელიც ცალკე გეუბნებიან, რომ ხარს უჭერს და გასაგებია და პრობლემაა და კი არის, მაგრამ და აი მაგრამი თუ არ სხვა ჩვენ ძალიან ცუდი როლი ითამაშა გუშინ ომბუდსმენის ოფისის განცხადება. მე ძალიან გამეკვირდა ეს განცხადება და ფაქტობრივად ეს იყო პირდაპირ შეტევა პარლამენტზე, რაც ჩვენ ვახერხეთ გუშინ ომბუდსმენის განცხადების კუთხით. იცით რომ გუშინ პარლამენტმა ფაქტობრივად ესე თქვა თანხმობით მივიღეთ პირველი მოსმენით და რა ვიცი, რამდენიმე წუთი იყო თუ შეიძლება საათი გასული ამ გადაწყვეტილებებიდან და ომბუდსმენის ოფისი არათავად ომბუდსმენი, არამედ რაღაც ოფისის განცხადებასავით გამოქვეყნდა, რომელიც არც კი აღნიშნავს, არც კი მიესალმება, ხო, საუბრობ 12 პუნქტიდან ერთ-ერთზე. არც კი აღნიშნავს თავდაპირველად მისასალმებელია, რომ როგორც მოხდა შეთანხმებული გადაწყვეტილება იქნება, ხო, პირდაპირ იწყებს დისკრედიტაციით ამ გადაწყვეტილების, რაც ფაქტობრივად სიგნალი იყო შემდეგ რადიკალური ოპოზიციის ნაწილისთვის, რომ დღეს იგივე კანონისთვის, რომელიც გუშინ მქონდა და რომელშიც გათვალისწინებული არის ზუსტად ის შენიშვნები, რაც დღეს მხარი არ დაეჭირა. რა შეფასების გაკეთების საფუძველს გაძლევთ ნინო ლომჯარიას განცხადება, რომელიც გუშინ გავრცელა? ხო, კიდევ ერთხელ, ეს არის პირდაპირ ასე ვთქვათ, დარტყმა საპარლამენტო ერთობაზე, იმიტომ რომ ჩვენ გუშინ ნახეთ იყო ერთხმად გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის ოპოზიცია ყველა თითქმის ხარსული ყველამ დაუჭირა მხარი ამას, ნახეთ შემდეგ ეს განცხადება, რომელიც პირდაპირ იყო დარტყმა ამ ერთობაზე და საბოლოო ჯამში ნახეთ, რომ რამდენიმე საათში პოზიცია შეიცვალა რამდენიმე დეპუტატმა თუ პარტიამ და დღეს ისე რომ ის საკითხები, რომელიც გუშინ იყო, თვითონ რო ითხოვდნენ გუშინ სტრატეგია აღმაშენებელი, რო ითხოვა და საკითხებს მოდი ეს აქ ჩავსვათ და მხარს დაუჭერთ და რომ ჩავსვით და მხარი რო არ დაუჭირეს, ისე რომ არანაირი ამის განმარტება არ აქვს, რა თქმა უნდა ეს გვაფიქრებინეს ჩვენ, რომ არის პროცესი, რომელიც ცდილობს რომ რაღაცაერად ჩაშალოს თანხმობით გადაწყვეტილების მიღება. კარგი, გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, სასანქციო სიაზე, რომელიც დადო უკრაინულმა მხარემ და რომელიც უკვე რამდენიმე დღეა განხილვის საგანია. მაყურებელს გავახსენებ, რომ საუბარია უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც მათი აზრით სანქციები უნდა დაუწესდეთ. ბიძინა ივანიშვილი, მამაცაშვილი, დავით ხედაშვილი, ვანა ჩხარტიშვილი, ჯამში საქართველოსდან 12 ადამიანი. რა სტრატეგია და ტაქტიკა იქნება ქართულ ოცნებას წარმოდგენილ სიასთან დაკავშირებით? აპირებთ თუ არა დაასაბუთოთ არგუმენტირებულად, რომ ეს ადამიანები არ იმსახურებენ სანქციების ქვეშ მოქცევას, თუ რა იქნება თქვენი პასუხი უკრაინული მხარისადმი? რაც ის რთულია უკვე საერთო ჯამში ამ კომენტარის გაკეთება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა იმ კუთხით, თუ რა მხარდაჭერას უცხადებ ჩვენ უკრაინას იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც არის საქართველოს, რომელსაც არ აქვს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, საქართველოს, რომელსაც არ აქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, საქართველოს, რომლის 20% არის ოკუპირებული და რამდენიმე კილომეტრში დგას 10,000 რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიაზე, აი ეს საქართველოს და იმ უსაფრთხოების გამოწვევებიდან, რომელიც საქართველოს აქვს, ეს საქართველოს უცხადებს იმ სოლიდარობას, რომელსაც იგივე სოლიდარობას, რომელსაც უცხადებენ ნატოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები. იმ ფარგლებში, რომელიც არის უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა და სწორედ იმ ზუსტად იგივე არგუმენტებით, რომელიც აქვს ევროკავშირის თუ ნატოს წევრი ქვეყნებს იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ისინი დგამენ, სად არის მათი წითელი ზღვარი რისკების დღიდან საქართველოს ხელისუფლებას სწორედ იმის გამო, ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც აკრიტიკებენ და თქვენს მიმართ ბრალდებები მოდის, არის სწორედ ის, რომ არ არის საკმარისი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატული. ხო და მთელია უყურეთ, აქაც მივედით ხა იმ აღქმებზე, რომელსაც ჩამოყალიბებსაც ცდილობენ. ჩვენ მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომის დროს და გუშინაც გაიმეორა. რამდენჯერმე ვთქვით, რომ გვითხრით საკითხი, სადაც რა შეიძლება კიდე გააკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას და არ გააკეთა. ამაზე პასუხი იცით რა არის? არაფერი. დღემდე ამაზე პასუხი არ არსებობს, რა შეიძლება კიდე გააკეთებინა. მაგალითად, უშუალოდ თქვენი უკრაინაში ჩასვლა კიევში იყო თუ არა დაგვიანებული? უნდა დაგეგმილი იყო თუ არა ეს ვიზიტი მანამდე? დანარჩენ საკითხებზე არ გიკითხებით ეს არანაირი დაგვიანებული არ იყო, თქვენ თუ გახსოვთ მაშინდელი განცხადებებიც არ იყო მთლად სასიამოვნო
საქართველოს მიმართ და სხვათა შორის ჩემ კოლეგასთან ერთი რომ მაშინ ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენ პირადად არ ვიცნობდით ერთმანეთს მანამდე ძალიან კარგი ურთიერთობები ჩავუმყალიბდა და დღემდე ეს ურთიერთობებიც კონტაქტიც გვაქვს მიმოცულა ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე საპარლამენტო ურთიერთობა სხვათა შორის არის აბსოლუტურად სხვა იმისგან შედარებით, რასაც ჩვენ რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსის და უკვე არის რამდენიმე სახე, რომელსაც ჩვენ ხედავთ და სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით ვერ ვიზავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ სახელმწიფოს რა შეეძლო გაეკეთებინა და არ გააკეთა, ამაზე პასუხი არ არსებობს. აი ეს ხო დამაფიქრებელია, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ყველა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ გადადგა, ყველა ეს ნაბიჯი გადავდგით ზუსტად იმავე განსჯით, რა განსჯაც აქვს ნატო. აი პოლიტიკურ დონეზე თუნდაც მხოლოდ განცხადებების სახით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფიქრობთ, რომ საკმარისი შინაარსის, ესე ვთქვათ, განცხადებები ფიქსირდებოდა? საკმარისი კი არა, ჩვენ ვართ ავტორები და გავმეორდები, ხო, ავტორები გაეროს რეზოლუციის, ვართ ავტორები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნის. ეხლა არ ვიცი სხვა რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომელიც კიდევ ერთხელ არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა, როგორც ევროკავშირის ნატოს წევრ ქვეყნებს, ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა არ აქვს, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აქვს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მხრიდან. დამისახელეთ ერთი სახელმწიფოც, აი ამ კოალიციიდან, ასე ვთქვათ, რომელიც ეხმარება უკრაინას, დაასახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც ასეთივე მდგომარეობაში არის, როგორც ჩვენ. მოლდოვა არის სავარაუდოდ კიდე ასეთი ერთ-ერთი ქვეყანა, თუმცა იქ კიდე განსხვავებული სპეციფიკა არის. აი სხვა ქვეყნები რომ ავიღოთ, რომელიც ჩანან, ასე ვთქვათ, აქტიურები არიან, ვინ არის, ვის აქვს ის გამოწვევები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ერთი მაინც თუ დაასახელებ და იგივე სოლიდარობას აცხადებს, რაც ჩვენ. კიდევ ისევ იმ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, რითაც დავიწყოთ ჯამში, შეიცდებით თუ არ შეიცდებით უკრაინული მხარის დარწმუნებას, რომ აი სია, რომელიც შეადგინეს, არის თქვენი შეფასებით რაღაცა არასაფუძვლიანი ინფორმაციებზე რა უნდა უმტკიცოთ ახლა როცა თუ გააგრძელებთ მართლაც რაღაცა უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთან რაღაც კონფრონტაციულ რეჟიმში ოფნას და თქვათ საუბარს იმის შესახებ რომ დავით არახამიანის არაკაციც თავის მხრივ ხა ივანიშვილისა და ხელისუფლების სასარგებლოდ დიდი ალბათობით არ იმოქმედებს. უბრალოდ ეს სქემა როგორ მუშაობს, მე მგონი ამას დიდი ანალიზი არ ჭირდება, თავადვე აღიარეს ნაციონალურ მოძრაობამ, ხატია დეკანოიძემ, ელენე ხოშტარიამ თავადვე აღიარეს, რომ ისინი არიან საქართველოს მხრიდან პოლიტიკოსები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ. ისინი, ასე ვთქვათ, რაღაც ინფორმაციულ კოლაჟებს აკეთებენ და მათ პარტიულ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინაში აქვთ ეს გამოცვლა. დეკანოიძის განცხადება რო არ დავამახინჯოთ, მან თქვა, რომ ის აწვდის პარტნიორებს ინფორმაციას საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც კავშირი აქვს. ის მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, აკეთებს კოლაჟებს, როგორც დღეს მოვისმინეთ, ხო, მათ შორის ელენე ხოშტარიას განცხადება, კიდევ ერთი ცრუ განცხადება, რაც თავად ყველა ეს განცხადება ხო დადასტურდა, რომ ტყუილია, სანქციების გვერდის ავლა, თითქოს აქ რაღაცები ხდება. ეს ყველაფერი სჭირდება რამდენიმე წუთი ხოლმე, რომ დასტურდება, რომ არის ყალბი, როგორც დღეს მოვისმინეთ, მახსოვს ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით, ხო? კიდევ ერთი გამოდიან და სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც არიან სახე, ყალბი საქართველოს, ასე ვთქვათ, საქართველოს შესახებ ყალბი ახმების შექმნის, ელენე ხოშტარიას დროას გულისხმობ და ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, რომლებიც ყოველ დღე აგენერირებენ დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. შემდეგ ეს დეზინფორმაცია, როგორც რაღაც საინფორმაციო კოლაჟი ერთის მხრივ რეპუტაციულად ურტყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას, მეორეს მხრივ რაღაც ასეთ სასურველი სანქციების სიებში აისახება, ისევ ასე ვთქვათ, ბრუნდება და კიდე ჩვენ გვიწევს განმარტების გაკეთება. არანაირი განმარტების გაკეთებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ დაბრალებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რასაც ვაპირებთ, უსურვოთ უკრაინას გამარჯვება, ეს ომი დასრულდება და მერე იქნება საკითხი, ვის შეიძლება, ვის ჩახედოს თვალებში, ისე რომ აი ამ დროის განმავლობაში იმ საქმისთვის, რომელთაც აფუჭებდნენ და ცდილობდნენ გაეფუჭებინათ ქართულ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობა, აი ამისთვის მე ვის შერწყება, ამას დავინახავთ ვინაიდან ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, ასე ვთქვათ, დარტყმას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაფუჭდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ, გარდა იმ სახეებისა, რომელიც უკვე მოსახლეობიდან იცის 3-4 უკრაინელი პოლიტიკოსი, გარდა აი ამ სახეებისა, სინამდვილეში ურთიერთობა პარლამენტებს შორის მაგალითად, ჩემი კოლეგა
ნიკა სამხარაძე იყო ახლა ფორუმზე, სადაც თავისი კოლეგა უკრაინის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. აი ეს ურთიერთობები, მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობა აი ზუსტად ეს მინდა გკითხოთ და მაყურებლებისთვის მოდით უფრო ვრცლად გვიპასუხეთ. აი ბოლო რამდენიმე თვეა უკვე ხო, რაც რბილად რომ თქვათ გაუგებრობები არსებობს საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის. აი თქვენ როცა კიევში იყავით ჩასული, მაშინ შეთანხმდით თქვენს კოლეგასთან, რომ აწი პრობლემურ საკითხებს რაღაცა კომუნიკაციის გზებით მოაგვარებდით, ხო? არსებობს მას შემდეგ ასეთი კომუნიკაცია, როგორც თქვენს დონეზე, პარლამენტის თავმჯდომარეების, ისე ზოგადად თქვათ, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, იქნებ გითხრათ, რას აკეთებს უკრაინაში ჩვენი საელჩო, იმიტომ რომ აი თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია აწვდიან პარტნიორებს დამახინჯებულ ინფორმაციას. რატომ არ მიდის უკრაინაში თქვენგანაც საპირისპირო საწინააღმდეგო ინფორმაციები თუ ვფიქრობთ, რომ მათ მიერ გაგზავნილი რაღაც ცნობები არის არასწორი? კომუნიკაცია პირადი გვაქვს და გაცვლა-გამოცვლა, ეს კომუნიკაცია გვაქვს. რაც შეეხება ამ ვიზუალს, ასე ვთქვათ, ან აღქმების ასე ვთქვათ, შექმნის ცდილობებს, აქ ეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის საკითხი არის. ჩვენ ეს ვიცით, რომ არის ნაციონალური მოძრაობის მის პარტნიორების ერთი ხაზი, ეხლა არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ ადამიანი, რომელიც თავისუფლება მიშას მაისურით მიმართავდა ქართველ ხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელსაც თავისუფლება მიშა მაისური აცვია, ხა არ მგონია, რომ მას რაიმე დობის მანდატი უნდა ქონდეს ვინმეს მხრიდან. ნუ ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს, რომელიც სამწუხაროდ ესე მოყვება, მაგრამ თავარი არის ერთი რამე, რომ ვერავინ ვერავინ ვერ ამბობს, არის თუ არა რაიმე საკითხი, რაც შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას გაეკეთებინა და არ გააკეთა, პირიქით შედარებით თუ კი შევადარებით ნებისმიერი ხელი დაადეთ ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას, არ ვიცი, ნებისმიერ ქვეყანას, გერმანია იქნება, სხვა ქვეყანა იქნება, მათი სოლიდარობა, ჩვენი სოლიდარობა იმ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყნებს აქვს და ყველა დარწმუნდება, რომ საქართველოს თავისი რისკებიდან გამომდინარე, ის რომ არა და ამავე დროს არ აქვს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, ამ კუთხით აკეთებს აბსოლუტურად მაქსიმუმს და ჩვენ თქვით, რომ თქვათ ერთ-ერთი თემა იყო სანქციების დაწესება. ხო ნახეთ შემდეგ, რომ მათ შორის ოპოზიციაც არ უნდა რომ არა დაწესებას არ ვითხოვთ, უარყოს მე ეს ყველაფერი, რომ ერთ-ერთი გვერდის არავლა. გვერდის არავლასთან დაკავშირებით არათუ მოწოდება და ისჭირდებოდა. სხვა შორის ამერიკის ელჩმაც განაცხადა ამასთან დაკავშირებით, რომ არანაირი მოწოდება არ ჭირდება საქართველოს ხელისუფლებას. თუ არ ვწდები თებერვალ 24-ში, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი, თუ არ ვწდები 28 თებერვალი იყო, თებერვალშივე იყო, როდესაც VTB ბანკთან დაკავშირებით იმ წამსვე მოგვარდა საკითხი, როგორც კი ის სანქციების სიაში აღმოჩნდა, ისევ არც არავის თქმა, არავის მოწოდება, არანაირი აქცია, მიტინგი და დეკლარაცია მას არ ჭირდება. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ, რაზე დავწუნდით სულ ყველა, აი რამდენი ბრალდება იყო, ხო, რამდენი დეზინფორმაცია სწორედ ამ ჯგუფების მხრიდან, არც ერთი. ხო შეიძლება სადღაცას ცოტათი მაინც სიმართლე ყოფილიყო. ყველა იყო ტყუილი, ამ გადაზიდვების შემოვიდა გემი, გადაფრინდა თვითფრინავი, არ ვიცი, ყველანაირი ტყუილი მოვისმინეთ და ყველაფერი დადასტურა იყო ტყუილი და მთავარი რაც არის, აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, განსაკუთრებით გულისწყდება მე იმაზე, რომ არსებობს ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც აქვს საკმაოდ მსხვილი დაფინანსება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მთელი ეს პერიოდი, რაც მიმდინარეობს ომი, არის მთლიანი ნიაღვარი საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის და ერთი სიტყვა, ერთი სტატია, ერთი მხილება არ ქონიათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის მხილების. რომელ ორგანიზაციებს გულისხმობთ? მაგალითად ფექტ-ჩეკი, MDF-ი, ასე შემდეგ არის ორგანიზაციები, რომლებიც ანუ უბრალოდ ესე თქვა, საკითხებს არ ვიცი თქვენ აკვირდებით თუ არა მათ დეზინფორმაციის მხილებას. ანუ საკითხებზე აკეთებენ ანალიზს, რომელიც არის მე პირადად და მეტნაკლებად ინფორმირებული ადამიანი ვარ, არც კი მსმენია ასეთი ინფორმაცია და თითქოს რაღაცის დეზავუირებას ახდენენ და რაღაც საკითხებზე, რომელიც საერთოდ არ ეხება მათი ქვეყნის, მათი სამშობლოს წინააღმდეგ მიდის კამპანია ტალღა მთლიანად დეზინფორმაციული და ერთი სტატია არ მიუძღვნიათ ამასთან დაკავშირებით. და მაინც ქართული ოცნების და ხელისუფლების თვითმფრინავზე პოზიციის მიუხედავად მიდის თუ არა პროცესები სანქციებისკენ და საინტერესოა თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაში იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენს თუნდაც ერთ მოქალაქეს დაასანქცირებენ. არ ვიცი რა არის საქმე კიდე მაგრამ თავარი რასაც ცდილობს მათ შორის ოპოზიციის այս რადიკალური ნაწილი ყველაფერში. ეს არის ვირტუალური რეალობის შექმნა. ვირტუალური რეალობა ყველა საკითხში და ხანდახან ეს გამოძით ხოლმე, იმიტომ რომ აქვს გარკვეული მედია რესურსი, არის გარკვეული
საერთაშორისო კავშირები, რომელიც მათ გააჩნიათ და აღქმას, ხო? მათ შორის ამ ბოლო პერიოდში აღარც კი ერიდებიან და პირდაპირ ამბობენ კიდევაც, რომ აღქმა არის გადამწყვეტი, ვიდრე ფაქტი. აი ამ დონეზეც კი მივიდა. აი ეს ვირტუალური რეალობა, რომ თითქოს სადღაცა შემოვიდა რაღაც გემი, გადაფრინდა რაღაც თვითმფრინავი, გვერდი აუარა სანქციას. ასე ვთქვათ, ნიაღვარი ამ ინფორმაციის, რომელსაც შემდეგ უნდა მოყვეს, რომ შესაძლოა ვიღაცა დასანქცირდეს და ამ თემის ყოველდღიური მოცირება არის თავად მიზანი. არა სანქცია. ეს შეფასება გასაგებია, თუმცა თქვენი მოლოდინის შესახებ მაინტერესებს მაინც. აი პირადად თქვენ გავხმაურება, რომ შეიძლება საქართველოს რომელიმე მოქალაქე, მაგალითად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს და აი უკვე თვითონ სახელმწიფო რა ქვეყნების კატეგორიაში გადადის ამ შემთხვევაში. მოკლედ ჩემი და ზოგადად ჩვენი გუნდის ზოგადი მოლოდინი, ასე ვთქვათ, ცხოვრებისგან არის ის, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. და ჩვენ განსაკუთრებით ეს ბოლო 2 წელი საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ჩვენ ხედავთ ერთის მხრივ ტალღას დეზინფორმაციის და ვირტუალური რეალობის შექმნის ფაქტობრივად კვირა არ გადის, დღე არ გადის, რომ რაღაცა დეზინფორმაცია იყოს, მაგრამ ამავე დროს რაც არის სასიხარულო ხედავთ, რომ სიმართლე ყოველთვის ამარცხებს ტყუილს. ამიტომ მოლოდინი რა შეიძლება იყოს? მოლოდინი არის ის, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. როგორც ელენე ხოშტარიას ყოველი ბრიფინგის სადაც არის ტყუილი მარცხდება ერთ დღეში უბრალოდ ის ქმნის ამ აღქმას, მაგრამ მარცხდება როგორც მისი დღევანდელი ბრიფინგი რაღაც ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით დამარცხდა. აი ესე დამარცხდება ნებისმიერი ტყუილი და დეზინფორმაცია და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს. ეს არის რატომაც ჩვენ გვიჭერს ქართველი ხალხი მხარს და ეს არის რომ ისინი არჩევენ ერთმანეთისგან სინათლეს და სიბნელეს. ისინი არჩევენ ერთმანეთისგან სიმართლეს და ტყუილს. ბატოშალვა, კიდევ ერთი საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გაეცნობოდით. ის ეხება ცალკეულ ქვეყანაში კლეპტოკრატიის პრობლემებს საქართველოსთან მიმართებაში. ნათქვამია, რომ გასული 10 წლების განმავლობაში საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო. ხა USAID ყველა მიცის, რომ ეს არის ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ბევრი წელია საქართველოს ეხმარება. სწორედ მისი დაფინანსებით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით რეფორმა, როგორც ვთქვათ, დემოკრატიის გაღრმავების, ისე ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. შესაბამისად, რას ნიშნავს, როდესაც აი ასეთი გავლენიანი და რას ნიშნავს უშუალოდ ქვეყნისთვის, როდესაც აი ასეთი გავლენიანი ორგანიზაცია ამბობს იმას, რასაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყავს სახელმწიფო დატყვევები. იცი რა, ჩემზე შტაბ-ბიჭდება დატოვა ამ ნახე შემდეგ ეს ანგარიში. შტაბ-ბიჭდება ეს არის ტიპიური ბიუროკრატიული ანგარიში და სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ავტორს, რომელიც სადღაცას არის შევძლის, არც კი დაფიქრებულა რას წერს. სხვა ორგანიზაციაში მე ნამუშევარი მაქვს და წარმომიდგენია, რომ ეს ჩვეულებრივი ბიუროკრატიული პროდუქტი არის, რომელიც დაეხტნა ამ შემთხვევაში ითქვა უწერიათ პირდაპირ საერთაშორისო გამჭვირვალობის ადგილობრივი ოფისის რაღაც მონაცემებს და მათი პოზიცია ვიცით. ის ანგარიში საქართველოს არ შეეხება, სხვა შორის არის ზოგადად სოფლიოში, როგორი მეთოდებით, ინსტრუმენტებით მოქმედებს USAID და რაღაც მაგალითად აქვს ეს მოყვანილი და თვით დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელი ასე ვთქვათ, ნაწილი ჩადეს ამ ტექსტში, თუმცა USAID-ის წარმომადგენლები საქართველოში არიან და შეგიძლიათ კითხოთ და მიიღეთ მისგან განმარტებას. ეს არის უბრალოდ უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი, რომელიც ბროშურები, რომელიც შემდეგ თავზე დევს და მტვერი ედება. ეს არის დარწმუნებული ვარ, მე ვიცი ჩემი გამოცდილებიდან, რაც მინახავს მე ასეთი სახის ანგარიშები ხომ, როდესაც ხდება მთელი სოფლის დაფარვა. აი ასე მარტივად უყურებთ ასეთ პრობლემურ ჩანაწერს, იმიტომ რომ ჩვენ USAID-ის წარმომადგენლები აქ არიან. ორგანიზაციაზე ეს არის გავლენიანი ორგანიზაცია. აი ეს საკითხი ხომ მარტივი გადასამოსწორებელი. USAID-ის წარმომადგენლები ხომ მარტივი გადასამოსწორებელი. USAID-ის წარმომადგენელი არის საქართველოში. შეგიძლიათ მის წარმომადგენელს, ხელმძღვანელს, ან თუნდაც აიჩოს კითხოთ, არის თუ არა, აქვს თუ არა კონკრეტულ ადამიანს მიტაცებული სახელმწიფო. ხო ასე თუ წერია პირდაპირ, კითხვა დავუსვათ, ფიქრობ თუ არა და მიიღებთ პასუხს. ეს არის ჩვეულებრივად, როგორ გითხრათ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ბიუროკრატი სავარაუდოდ ეს რაღაც ავტორად აყვანილი ყავით ადამიანი, რომელიც ამ სპეციფიკებს აატოს, იცის რომ შეიძლება მისთვის საერთაშორისო გამჭვირვალობა არის სახელი, რაც არის სხვათა შორის, ესეც არის, ამაზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაზე ვსაუბრობ, სამწუხაროდ ზოგიერთ ორგანიზაციას შექმნილი აქვს ხელოვნურად რეპუტაცია
და ნუ ამ რეპუტაციით სარგებლობს და მე რასაც იტყვის ეს ორგანიზაცია ამას იღებენ როგორც ჭეშმარიტებას სხვები ვინაიდან კარგი გულისხმობ თქვენს ეკაგიგაური ყავთ ხედველობაში ამ შემთხვევაში როგორც თქვენს კოლეგებს თავისთავად ანუ ორგანიზაცია რომელიც პირდაპირ პოლიტიკური დღესდღეობით აქვს სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე რომ რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ ხარდაჭერით სარგებლობს და რაღაც ფორუმებისზე ასე ვთქვათ ხელისუფლების წვდომა აქვს სამწუხაროდ მისი სიტყვა შეიძლება ესე პირდაპირ აღმოჩნდეს რომელიღაც ანგარიში. აი აქ უკვე მეორე კითხვა ჩდება და რეალურად ერთი შეკითხვა უკვე ამ ტიპის დაგისვით ახლა ისევ გავიმეორებ. აი ეკაგიგაურს თქვათ, კი ბატონო, თუნდაც USAID ეყნობა მას და მისი ორგანიზაციის ანგარიშს, ხო? აი ხა ეკაგიგაურს პარტნიორებთან ურთიერთობაში ექსკლუზივი ხომ არ აქვს. არა, აი ჩვენც ხო გვაქვს, აი ჩვენც ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას გულისხმობ ანალოგიური ტიპის ურთიერთობა მეგობრებთან. ამიტომ ეს არ არის კიდევ ხო ორგანიზაცია გაწყვეტილია ეს კავშირები პარტნიორებთან. აი რატომ კეთდება საქართველოს ხელისუფლებიდან აქცენტი მუდმივად იმაზე, რომ აი კრიტიკული განცხადებები, რომელიც მოდის ევროპიდან, ამერიკიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არის მაინდა-მაინც ოპოზიციის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალ. ანუ მნიშვნელობა ხო არ აქვს ესეთო. მნიშვნელობა აქვს იმას, რა არის სიმართლე, ხო? აი როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელობა რას აქვს, მაგალითად რამდენი უცხოელი პოლიტიკოსი იტყვის რომ საქართველოს გვერდსული ეგეთი ხო მოხსმენია მათ შორის ევროპარლამენტარის მხრიდან რომ საქართველოს აქვს კრემლთან კავშირები არ ვიცი გვერდსული სანქციებს ანუ მნიშვნელობა ამას აქვს თუ მნიშვნელობა იმას აქვს რა არის სიმართლე და რეალობა და თუ კი რეალობაა და ვიცით რომ რეალობა არის რომ საქართველოში გვერდისავლა არ ხდება სანქციები ჩვენ ხო ეს არის გადამწყვეტი და არა ის ვინ რა თქვა ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ რატო ვართ ასე მყარად, რატო ვართ ასე მშვიდად, რატო გვაქვს ეს მხარდაჭერა საზოგადოების? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სიმართლეს ვერაფერი ვერ შეარყევს საერთოდ, იმიტომ რომ ეს რაღაცა შეიძლება იყოს შეიქმნას გარკვეული ასე ვთქვათ ბუშტი ინფორმაციის, რომელსაც ვთქვათ ვირტუალური რეალობა, ამან გაძლოს გარკვეული ხანი, საათი, დღე, ჯამში მაინც ხო არ მიდის ბუშტის პროცესები იქითკენ, რომ ქართული ოცნება კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას, მოიცა ასე კითხავთ. აი 2020-ის არჩევნების შემდეგ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა არჩევნები, ისე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად, შესაბამისად ქართული ოცნების ხელისუფლება ლეგიტიმურად, რაც საფუძველი გახდა ოპოზიციის იძულების, შეიძლება ითქვას, ქუჩიდან პარლამენტში გადასულიყო. აი არც ისე ბევრი დროა დარჩენილი 2024-ის არჩევნებამდე. რამდენად გამორიცხავთ, რომ ამ ტიპის მხარდაჭერა უკვე აღარ კონდეს თქვენს პოლიტიკურ ძალას. ეს რაც ეს მაშინ დაშვება არის, შეიძლება манипуляციას კონდეს ადგილი შეფასების დროს, ანუ ჩვენი გვეყოლებით იმას კი არა, რომ რომელიღაცა ქვეყანამ თუ ორგანიზაციამ როგორ შეაფასა, ჩვენ ვეყოლებით იმას, რა არის სიმართლე, ხო? და თუ კი სიმართლე არის და მათ შორის 2020 წლის არჩევნებთან ჩვენ იმიტომ კი არ არის ეს პარლამენტი ლეგიტიმური, რომ რომელიღაცა სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ თქვა შეფასება გააკეთა რომ არჩევნები ჩატარდა და შესაბამისი შედეგი არის. იმიტომ არის ეს მართლა ასე იყო. და თუ კი მართლა ასე იქნება, იქ რა თქმა უნდა შეფასებაც იქნება სწორი. კიდევ ერთხელ სიმართლე ეს არის ის ძალა რომელიც აქვს ასე ვთქვათ რომის გამოც არის რომ მოსახლეობა მხარს გვიჭერს და რაც შეეხება ხა საერთაშორისო მხარდაჭერას სულ 2 დღის წინ ქონდა პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში ასოცირების საბჭოს ხდომა რომელიც იყო ძალიან წარმატებული მათ შორის როგორც თავად საბჭოს ხდომა ისე პირადი შეხვედრები სხვა ხელმძღვანელებთან კომისიის და ამაზე მეტი რა გვინდა ჩვენ კანდიდატის სტატუსისთვის ვიცით რაც არის გასაკეთებელი სხვათა შორის ამ კუთხით კარგ მდგომარეობაში ვართ ვინაიდან თუკი მანამდე ჩვენ არანაირი პერსპექტივაზე არავინ არ გვესაუბრებოდა ოფიციალურად და არც ვიცოდით აი რა იყო ის ზღვარი რომ აი ამას მიაღწევს ქვეყანა და შემდეგ გვექნება კანდიდატის სტატუსი და შემდეგის ახლა ვიცით ეს 12 რეკომენდაცია სწორედ ამას ნიშნავს და აი ეს არის სამწუხარო ნაცვლად იმისა რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც სამწუხაროდ უკვე პარტიადაც იქცა ნაცვლად იმისა რომ აი ამ ყველაფერში იყოს ჩართული
ცდილობენ ყველანაირად ტორპედირება მოახდინონ ამ პროცესს. ბატონო, ჩვენი გადაცემის დრო იწურება უბრალოდ აი ნაწილის რომელიც თქვენთან ინტერვიუს ეთმობა, ამიტომ უნდა მოვასწრო და კიდევ რამდენიმე თემას შევეხო 2 წუთი მაინც კიდევ ერთი პრობლემური საკითხი ეს არის ეგრეთ წოდებული 4-ეული უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, რომლებიც მაინც უმრავლესობასთან აფილირდებიან. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ 4-ეულის მიერ წამოწყებული პოლემიკის გავრცობა არ შედის ქვეყნის ინტერესებში. ეს არის პრემიერის პოზიცია, რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე თქვენი გუნდიდან გასულ წევრებზე და რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ მათი ესე ვთქვათ პოლიტიკა ის გზა, რომელსაც ისინი ადგანან აზიანებს ქვეყნის თავისთავად პრემიერმაც, მეც პარტიის თავმჯდომარემ, ყველა ჩვენი გუნდი, ჩვენ თავიდანვე როდესაც ისინი გავიდნენ გუნდიდან, თქვით და სწორედ ეს იყო ხომ საფუძველი, რაც შესაბამისად პრემიერმა სწორედ ეს თქვა, რომ საფუძველი სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პარტიას, რომელსაც აქვს სახელმწიფო პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება თავს მისცეს შესაძლებლობა ქონდეს ასეთი სახის პოლემიკა სხვადასხვა ასეთ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მე პირველივე დღიდანვე, მათ შორის ჟურნალისტებთან კითხვის დროს ვამომდირო, მე საერთოდ თავს ვიკავებ ყოველგვარი კომენტირებისგან, შინაარსობრივი კომენტირებისგან ამ საკითხების ვარც დავადასტურე, არც უარყვანი, ყოველგვარი კომენტარებისგან აი ესეც ირიბი მხარდაჭერა ხო არ გამოდის იმ 4-ეულის, რომლის პოლიტიკაც ანტიდასავლურად ფასდება. აი პირიქით რამდენად მნიშვნელოვანია ღიად საუბარი და დაგმობა იმის, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და რომ ამერიკა ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. დაგმობას ვაფეთ, საქმე იმაში არის, რომ ეს ჩვენი კოლეგები, ჩვენი გუნდის საკმაოდ ხანგრძლივი, მნიშვნელოვანი, ძლიერი წევრები იყვნენ, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის დანაკლისი არის, რომ ისინი არ არიან ჩვენს გუნდში და რა თქმა უნდა ჩვენ მათ შორის პიროვნულადაც ურთიერთობები რა თქმა უნდა გვაქვს და არანაირად არ ვაპირებთ მე პირადად რამენაირად ასე ვთქვათ ამ კუთხით მათ ასე ვთქვათ პიროვნულად რაიმე ამ ესეთი კომენტარის გაკეთებას, მაგრამ კიდევ ერთხელ რაც შეეხება ამ განცხადებებს თავად, სწორედ ეს იყო საკითხი და ეს ჩვენ თავიდანვე მათაც თქვეს, ჩვენც ეს თქვით ღიად და საზოგადოებამ პირველივე დღიდან იცის, რომ მიზეზი ის თუ რატო გამოიყო ეს 4 ადამიანი ჩვენ გუნდს იყო, რომ მათ გადაწყვიტეს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით საუბარი, რაც ფიქრობთ, რომ ჩვენ შეიძლება რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონო, თქვენ ახსენეთ პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი და საქართველოს ასოცირების საბჭოს ხდომა, რომელზეც თქვით, რომ იყო წარმატებული. აი ამ საბჭოს ესე ვთქვათ, სხდომის შემდეგ გავრცელებული განცხადებიდან მინდა ძალიან მოკლე ციტატა წავიკითხო. მაშინ პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხდომაზე ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც მათივე შეფასებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. აპირებს თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლება რამე გააკეთოს აი ამ ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის საწინააღმდეგოდ ეს მინდა. თავისთავად დეზინფორმაცია ზოგადად არის გამოწვევა ჩვენი არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით, ვინაიდან განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან ჩვენთან არანაირი მექანიზმი არ არსებობს, აიმენაირად სამწუხაროდ ეგან გითხარით მაგალითები ხო? არანაირი მექანიზმი რომ ამასთან რაიმე შებრძოლება მოხდეს. როგორც ანტიდასავლური დეზინფორმაციის, ისე ანტიქართული ხო? კერძეგან ეს გითხარით რომ საქართველოს წინააღმდეგ ასე ვთქვათ ანტიდასავლური კი ბატონო, საქართველოს წინააღმდეგ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდის ტალღა დეზინფორმაციისა, რომელსაც სამწუხაროდ ხანდახან შეგრძნება ვქო რომ მარტო ჩვენ გულისხმობ ქართული ოცნება და ხელისუფლება ვართ მარტო მიტოვებული ამის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროდ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამას ასეთი პროგრამები აქვს და დაფინანსება აქვს, მათ შორის ოპოზიციაც, ხო, აი რატო არ გამოდიან, თუნდაც აი დღევანდელი ბრიფინგი იყო რაღაც ირანული თვითმფრინავი, პირდაპირ დეზინფორმაცია. გამოვიდეს ოპოზიციის აი რადიკალური ფრთიდან ვინმე და თქვას, რომ არ შეიძლება ასე საკუთარი ქვეყნის ასე დისკრედიტირება. არ ვიცი, ხომ ჩვენ ხო ამ სოციუმის ნაწილი უნდა ვიყოთ, ხო ამ საზოგადოების ნაწილი ვართ. რას ფიქრობენ ეს ადამიანები, როდესაც გამოდიან ბრიფინგებით და საკუთარ ქვეყნის დისკრედიტირებას ახდენენ. არ ვიცი, ხო ყავს მეგობარი, მეზობელი, თანაქალაქელი, თანასოფლელი, ჩვენ ხო ამ საზოგადოების რაღაც კარგი გვინდა და საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს, არ ვიცი, სამშობლოს
შეგრძნება თუ აქვთ ეს ემოცია, საკუთარი სამშობლოს ასე დისკრედიტირება. არ ვიცი, რამდენად როგორ შეიძლება ამან რაიმე მორალური დისკომფორტი არ შეუქმნათ და მე მიკვირს რომ ხედავ სახეზე ხედავ ზოგიერთი რომ არანაირ მორალურ დისკომფორტს ეს აუ. ბატონშავა, ზუსტად ერთი შეკითხვით მინდა შევეხო თავარი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას, რომელიც ვადამდელ არჩევნებს უკავშირდება, თქვენ ამაზე უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უკვე გაქვთ დაფიქსირებული ბოლო დღეების განმავლობაში პოზიცია, ამიტომ ამაზე დიდხანს არ გავჩერდები. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეის მდგომარეობით შესაძლოა სწორედ ქართული ოცნების ინტერესებში შედიოდეს ვადამდელი არჩევნები, მათ შეფასებით ოპოზიცია დაქსაქსული და მოუმზადებელია და აი ახლა ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამოიწვევს მათ სრულ განადგურებას. რამდენად შედის მართლაც ქართული ოცნების ინტერესებში და თუ ვინმეს ინტერესებში შედის ვადამდელი არჩევნები, ეს არის სწორედ მმართველი პარტია და როგორ შეიძლება იყოს ეს გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან, როგორ უყურებთ მარტივად რომ გითხრათ? ყველაზე კარგი პასუხი თავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გასცა თავად თავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მეორე დღეს საკუთარი პოსტით, სადაც ის წუწუნებდა, რომ ის მოწოდებას რიგარის არჩევნებთან დაკავშირებით მოყვა პირდაპირი დაცინვა ფაქტობრივად ამ იდეის. მე მგონი ეს დისკრედიტირებული არის თავად ეს იდეაც და ყველა კარგად ხდება მათ შორის რა ვის რა ელექტორალური ხარდაჭერა აქვს. ყველაზე კარგი პასუხი სწორედ ეს არის და თქვენს აღნიშნეთ ეს, იმიტომ რომ გასაგებია თავარი რაც თვითონაც ვამბობენ რომ დღესო ჩატარდეს არჩევნებიო ქართული ოცნება კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგებს და რატომ აი ამ კითხვას რატო არ ინარსვას? იმიტომ ხო არა რომ სწორედ აი ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც იყო უსაფრთხოების გამოწვევები, ქართული ოცნება იყო, რომელიც დადგა ქართული ხალხის ინტერესების ხარეს და ამიტომ ხო არ არის რომ სწორედ ეს ხალხი ფიქრობს რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლა ხანდახან რიგარის არჩევნებზე საუბრობენ, სწორედ ქართული ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. და რა პრობლემა აქვს საარჩევნო სისტემასთან, რა არის ამ პრობლემური ამ საარჩევნო სისტემასთან, უფრო უარესი საარჩევნოს 10-ჯერ უარესი და ცუდი სისტემით ქართულმა ოცნებამ 2012 წელს მოიგო არჩევნები. ეს საარჩევნო სისტემებზე გადაბრალება, როდესაც არ გაქვს საკუთარი მოქალაქის იმედი, აი მაშინ ხდება ზუსტად. ამიტომ საქმეც იმაში არის, რომ კარგია, რომ მე ჩანს უკვე რომ გააცნობიერეს, რომ არჩევნებზე წარმატების შედეგი დღეს არ აქვს. ეხლა მეორე ნაბიჯს უნდა გააკეთონ, დაფიქრდნენ, რატომ არ აქვს, რატომ აქცია მათ ქართველმა ხალხმა ზურგი. როგორც მაშინ იმ აქციაზე, როდესაც რადიკალური მოთხოვნები დაიწყეს თქვენ გააქვთ ამ კითხვაზე პასუხი? კი, მე ეს გითხარით, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ხედავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ორ მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც ქართველ ხალხს უნდა ყველა კვლევის მიხედვით. ეს არის პროევროპულობა და ეს არის პატრიოტიზმი. აი ამ ორი მნიშვნელოვანი თვისების ნაზავი უნდა ნახოს ქართულ საზოგადოებას და სწორედ ამას ხედავს ქართულ ოცნებაში, რომ ეს არის ერთადერთი, ხას უსვამ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ანგარიში გასაწევი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს ევროპულობას და პატრიოტიზმს. კარგი. და ბოლოს შეკითხვა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. ვლადიმერ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობისას ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას გაითვალისწინებენ. ხედავთ თუ არა რუსეთში მიღებულ გადაწყვეტილებაში საფრთხეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მართლაც იქმნის თუ არა მოსკოვის სამართლებრივ საფუძველს, რომ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვის საბაბით აი ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, გააკეთოს ის, რაც მოესურვება. ერთი რომ ჩვენ იქმნის კი არა, ჩვენ ამ საფრთხეში ცხოვრობთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რუსეთის ჯარი ჩვენი ნებართვის გარეშე დგას და აქვს ოკუპირებული ტერიტორია. აქ საფრთხეები რო არსებობს, ახლა სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ხო ჩვენ. მეორე რაც შეექმნება რაღაც საფუძვლების შექმნას, ნუ ერთ-ერთი რაში ჩვენი ისტორიითაც დავწუნდით და ხედავთ ახლა უკრაინაშიც არის რომ საბაბები რუსეთს არ სჭირდება თუ კი ის გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ რისკები და საფრთხეები რო არსებობს, ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენი სხვა სწორედ ეს არის ჩვენი
ერთ-ერთი გამსაზღვრელი საკითხი, რადგან საუბრობთ ხოლმე, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი არის, რომ მათ შორის ისტორიის ამ მომენტში საქართველოს ძალიან ბრძნულად გაიაროს ისტორიის ეს მომენტი და იმისთვის, რომ იყოს ერთის მხრივ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და ხედავთ. სწორედ ამის შედეგია საბოლოო ჯამში ის, რომ ეკონომიკურადაც მოსახლეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით როგორ ვართ, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები მაღალი არის, ის მშვიდობა, რომელიც საქართველოში არის შენარჩუნებული, სწორედ უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის ერთის მხრივ უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობით შემოსვლის ფონზე იცით ახლა რომ ყოველდღიურად ისმის უკვე ხელისუფლებისადმი მოწოდება რომ გადახედოს ბინადრობასა და მეორე მხრივ უცხოელებზე ქონების გაყიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს. აპირებთ თუ არა ამის გაკეთებას, ეს გითხარით და უკვე ამით დავასრულოთ. და არის თუ არა მართლაც რუსეთის მოქალაქეების და რუსული ბიზნესის კონტროლი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. ერთი უნდა ითქვას ამ რუსულ კომპანიებს თუ რაღაც ვამბობენ ბიზნესს. საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი არის ქართული ბიზნესი. არ ვიცი საიდან მოდის ეს ტერმინოლოგიურად, ანუ პირი, რომელიც საქართველოში იყო საუბარი, მაგალითად რუსეთის მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირდა ინდმეწარმედ და რუსული ბიზნესი. ეხლა და სხვათა შორის, როცა ითქმებოდა ეს რიცხვები 6000 რეგისტრაცია, აქ 6500, აქედან 6000 არის ინდმეწარმე. ანუ ფიზიკური პირი, ერთი ადამიანი და არა რაღაც კომპანია. ეს ინდმეწარმე რას აკეთებს? ხო, ახლა სტრუქტურას მართალია ესე დეტალურად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არ ვიცი, შეიძლება რაღაც ტურისტული გიდი არის პირობითად, ან შეიძლება რაღაცა გახსნა მცირე ბიზნესი აქვს. რატო არის ეს რუსული ბიზნესი, როდესაც არის ადამიანი საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი, რომელიც იწარმოება საქართველოში, შემოსავალსაც აქ იღებს და ხარჯიც აქ აქვს. ან ერთად უყურებთ ბატონშალვა, ჩვენ საუბრობთ ოკუპირებულ ქვეყანაზე, საქართველოს და რამდენიმე ოკუპირებული ჩვენ თებერვალში ხარ გავხდით. მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჩვენი ისტორია ხო კარგად ვიცით. ოკუპირებული ჩვენ ეს ტერიტორიები დიდი ხანი არის. რამე სხვაობა არის 2022 წლის სექტემბერსა და 2011 წლის სექტემბერს შორის. რა სხვაობა არის საქართველოს რუსეთს შორის ურთიერთობის კუთხით, ოკუპაციის კუთხით, უსაფრთხოების კუთხით. ხო არაფერი სხვაობა არ არის ჩვენი უსაფრთხოების კუთხით, ხო? ამიტომ ეს სხვაობა უკრაინის ომშია, ხო? და იმაში რომ საფრთხები გაცილებით მაღალია, ხო? რატო არის მაღალი? 2008-ში ომი ჩვენ მქონდა ომი. 2008-ში ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა ოფიციალურად რუსეთმა. ანუ აქ ყველაფერი შეიცვალა უკრაინის ომით, გარდა იმისა, რომ პირიქით უნდა შეცვლილიყო, ყველამ დარწმუნებულიყო, რომ ეს საფრთხეები რეალური არის. რაც შეეხება მოქალაქეებთან ურთიერთობას და აქ ჩამოსულ მათ შორის ახლა რიცხვებიც და ასე შემდეგ, ყველამ ნახავი. ტურიზმს რაც შეეხება 2019 წელს თუ შევადარებთ, უფრო ნაკლები შემოვიდა რუსეთის მოქალაქე, ვიდრე 2019-ში იყო, რამდენადაც მე სტატისტიკა ვიცი, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ასე იყო. საინტერესო ომის შემდგომი პერიოდი. ომის შემდგომი პერიოდი ჯერ ესეთი ხანდახან რომ ადარებენ 21 და 20 წელს, ნუ ხვდებით რომ არასერიოზული, იმიტომ პანდემიური წლები იყო და იქ სხვანაირად იყო გადაადგილება. რაც შეეხება ამ საკითხს, ეს არის კიდევ ერთხელ გამეორდები და აქაც მინდა ხაზი გავუსვა. ეს იყო ასევე არის აი იმ ხაზის ნაწილი საქართველოს აღელვების და არევის, ეს იყო ტიპიური კამპანია ქსენოფობიური, რომლის გაღვივებასაც ჩვენ ვნახეთ შედეგი, რა ქონდა მას მარტში შუა დედაქალაქში ჭავჭავაძის გამზირზე რუსი ეროვნების ადამიანს, რომელიც წლები აქ ცხოვრობდნენ, ქალს ქვაესროლის იმის გამო, რომ არ ვიცი რუსული გარეგნობის იყო თუ არ ვიცი რუსულად საუბრობდა თუ რა იყო. აი ეს არის შედეგი ქსენოფობიის და სამწუხაროდ აი ეს ორგანიზაციები დაუბრუნდები ისე, რომლებიც სემინარებს ატარებენ PowerPoint-ით და საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, საქმეზე რომ იდგა, მათი ქმედება რო გახდა საჭირო, გაჩუმდნენ ან ამ ქსენოფობიური კამპანიის მხარეს დადგნენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და გვესტუმრეთ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო თავისუფალი სტუდიის პირველი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით კიდევ ერთ სტუმართან ერთად.